გდანის ყოფილი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია გამწვანებულ ზონად გადაკეთდება. თბილისის მერიის ინიციატივით ადგილზე, რომელიც წლების განმავლობაში ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენდა, 800 ძირი ფიჭვი დარგეს. სტუდენტებთან და დედაქალაქის საკრებულოს წევრებთან ერთად გამწვანების აქციაში თბილისის მერიც ჩაერთო. თბილისის გამწვანება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი, ისევე როგორც შემოგარენი, ასევე თვითონ ურბანულ ნაწილში, ასე რომ ეს პროცესი აქტიურად მიდის. ჩვენ პარალელურად მუდმივად ვახდენთ რევიზიას თუ სად უკეთ შეიძლება იყოს არქიტექტურული დაგეგმარების თვალსაზრისით რეკრეაციული ზონები და მაქსიმალურად ვცდილობთ გავზარდოთ რეკრეაციული ზონები ქალაქში და რაც თავარია ახალგაზრდობად ჩავრთოთ ამ პროცესში. ტრადიციულ მიგრანტ ენერგიებს და განსაკუთრებით ჩვენ ეს ტაქსის ვატარებთ ქალაქის გარეუბნებში და შემოგარენში, სადაც ამის რეალური პრობლემა იყო აქამდე და ჯერჯერობით არსებობს კიდევაც და როგორც ასევე ტრადიციულად მინდა ისიც რომ ყოველთვის ვრთავთ ხოლმე აქციებში ახალგაზრდებს